Πατρისა და Ძისათა და Წმინდისა სულისათა. ჩვენთან აქვს იმედი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ერთმა მრავალწლოვანად ამინ. დღევანდელ დღეს გადავწყვეტე დანო და ზვანო გესაუბროთ ერთ საკითხზე, რომელიც საკითხი ძალიან ვფიქრობ, რომ აქტუალურია ჩვენს თანამედროვე საზოგადოებაში. რა საკითხი არის ეს? ადამიანი, რომელიც ეკლესიაში მოდის, მას მართლა უჭირს იმ საეკლესიო ტექსტების გაგება, რომელსაც კითხულობს მე დავიხნე, რომელიც იკითხება ძველი ქართული ტექსტით და რაც მუში გესმის და რაც ეს არ არის შენთვის თანამედროვე ენა, ძნელი აღსაქმნელია შენთვის. სინამდვილეში იცით როგორ არის? ეკლესია ეხლა ამ რეფორმას ასე უცბად ვერ მოახდენს, უცბად ეხლა ჰოპ დაიძახოს და გადაკეთდეს ყველა ტექსტი თანამედროვე ქართულად, თუმცა კი მე ვფიქრობ, რომ არის ამის ნამდვილი საჭიროება, რომ ყველა ის ტექსტი, რომლის კითხვა ჩვენ გვიწევს, უნდა იყოს გამართულად თანამედროვე ენაზე და როდესაც ლიტურგიკულ ტექსტებს ჩვენ ვკითხულობთ ძველი ქართულით და ვამბობთ, რომ ეს ცოცხალი ენაა, ამის პარალელურად უნდა არსებობდეს თანამედროვე ქართულ ენაზე ეს ტექსტები, რომ ჩვენ შეგვეძლოს ამის ყველაფრის კიდევ ერთხელ გადახედვა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ტერმინი უკვე აბსოლუტურად სხვა რამეს ნიშნავს, რომელიც მულში გესმის ძველ ქართულად, არ ნიშნავს იმას, რაც შენ გგონია. ხშირად არის რომ რაღაცა ხნარცვი, მაგალითად მე მეგონა რომ იყო მცენარე, რომელიც მესმოდა ხშირად და რომელიც ფსალმუნში წერია. აღმოჩნდა რომ მცენარე კი არ არის ორმოა, რომელიც ამოთხარა ერთმა ადამიანმა ხნარცვით ხარა და ამოყვეთაო. მე მეგონა რომ მცენარეზე იყო, მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს არის ორმო. ბრანგვი რომ დათვი არის ახლა ეს ხორთაგესისურება, რა თუ არ გიდევს ლექსიკონი, ვერავდით ბრანგვმან წვინვარემან რო წერია, წვინვარე დათვზეა ლაპარაკი. ეშვან მაღნარისამან გარღვნა, რაზეა ლაპარაკი? გარეულ ტახტზე. ეშვი არის გარეულ და მაღნარი არის ტყე. და ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ფილოლოგიური არ გვაქვს ჩვენ ამ ყველას დამთავრებული და ვისაც აქვს დამთავრებული შეიძლება მასაც კი უჭირდეს ზოგადად ამ ტექსტებში ესე გარკვევა. თუმცა კი არსებობს ერთი მაგრამ მაინც, რომ ჩვენ როცა ვკითხულობთ ამას, ისე არ ვკითხულობთ გულისხმობით, რომ ახლოს მოვიდეს ჩვენს გულთან. ამიტომაც მე დღეს გადავწყვეტე თქვენ ასეთი კითხვის მაგალითი მოგცეთ და ალბათ გამოიყენებთ მე ეს ვატროსაც ნახოთ. აი რას გულისხმობთ, იცით რომ ქრისტიანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი არის ახალი აღთქმა და ფსალმუნები. თუ ადამიანს აქვს სახარება და ფსალმუნები, ნებისმიერი მსახურების შესრულება მას შეუძლია. მღვდელს კონკრეტულად ნებისმიერ მსახურებას შეასრულებს, თუ კი აქვს სახარება და ფსალმუნები. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველა წიგნი მნიშვნელოვანია წმინდა წერაში. არ გეგონოთ, რომ რომელიღაცაზე მეტია. ასეც ეს პირდაპირ მოციქული ყველა წერილის ყველა წიგნი ღირსულიერია. რას ნიშნავს ღირსულიერი? სული წმინდის ნაკარნახევია. როგორ შეიძლება სული წმინდას რაღაცა ცუდი კარნახა და რაღაცა კარგი? რა თქმა უნდა ყველა კარგია. მაგრამ ეხლა ამდენა ბიბლია შეიძლება ვერ იყოს ყოველდღიურ შენი მოხმარების წესად გამომდინარე შენი ცხოვრების წესიდან აქ თანამედროვე საზოგადოებაში, მაგრამ სახარება და ფსალმუნები ნამდვილად უნდა იყოს. სახარება ასე თუ ისე მაინც არის თანამედროვე ტექსტები, მაგრამ ფსალმუნებთან მიახლება ადამიანებს ძალიან უჭირს. ამ დროს ფსალმუნი გახლავთ რა? ფსალმუნი უნდა იყოს ჩვენი ცხოვრება. ეს არის ფსალმუნი, ფსალტირიონი, ასე ერქვა, ინსტრუმენტი, რომელზედაც მღეროდნენ, ლექსად მღეროდნენ აი ამ ტექსტს, რომელიც ჩვენ ქართულად ესე ლექსად, ესე რითმულად რითმებში არ გადმოითარგმნა, რა თქმა უნდა, მაგრამ მოიცოდეთ ებრაულ ენაზე ეს გარეთმულია. დავით მეფსალმონის მიერ დაწერილი, რა თქმა უნდა, სული წმინდის მიერ ნაკარნახევი ტექსტები, რომელი ტექსტებიც გულისხმობს ჩვენთვის ზნეობრივ სწავლებას და შეგონებას, ჩვენთვის მადლიერების გამოთქმას ღვთის წინაშე, სავედრებელ ლოცვას, ჩვენთვის აი ყველა ნებისმიერ სიტუაციაში ხშირად მოდიან ადამიანები და მეკითხებიან. აი რა გავაკეთო, როდესაც რაღაცა ვთქვათ მადლობის გადახდა გვინდა მოერგისთვის. რა უნდა გააკეთოს? ფსალმუნი უნდა გადაშალოთ. მაგალითად 102 ფსალმუნი. ნახეთ როგორ ამეწერია. აკურთხებს სული ჩემი უფალსა და ყოველი გონება ჩემი სახელსა წმინდასა მის. აკურთხებს სული ჩემი უფალსა და ნუ დაიმეცნებ სახელსა მის. აი ხო გოგებარია მოშერები ყოველგვარი ნათელი. რომ მადლიერების გზნობით მთელი შენი გონებით და გულით გინდა რომ მადლობდე მოეწ. ვიღაცა გეუბნება, განსასწრელი მაქვს, შიში მაქვს. გადაშალე 26 ფსალმუნი და თქვი, რომ
უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა ვისა მეშინოდეს. უფალი შესაძლებლად ცხოვრებისა ჩემისა ვისგან შევწუნდე. მოახლებასა ჩემზე და უხსნასა შეჭმა ხორცთა ჩემთა და ასე შემდგომ. ნახეთ ეს ყველაფერი დასაწყისები თქვენ აგებულებს იმპერატრიცი მოსალმონები ეს დასაწყისები ვიცი უბრალოდ ესე ჭირდება და ამბობ. ეს ხომ აი პირდაპირ გაგინათებ შეგოგონა უფალი თუ ჩემთან არის ისი შეიძლება თუ ჩემი სინათლე უფალია ისი შეიძლება შემეშინოს. რაღაცა პრობლემა გაცემა შეგეფვა გადაშალე 50-იანებს საქმე და წაიგეთ. რაღაცა კვლავ ბოროტთან ბრძოლები გაქვს, რაღაცა გulis თქმები გაქვს, გადაშალე 90-იანებს საქმე და წაიგეთ. რაღაცა საქმის დაწყებას აპირებ, გადაშალე 126-ებს საქმე და წაიგეთ და წერია რომ თუ ღმერთი არ აშენებს სახლს, ცუდად შურებიან მაშენებელი მისნი. თუ ღმერთი არ იცავს ქალაქს, ცუდად ხუმილავნი არიან ყარაულები, რომლებიც გალავანზე იყვნენ და ხუმილავნი მისნი ცუდად შურებიან ამაზე ლაპარაკი რომ ეს ყარაულები გიხუმილან გინდა რა თუ ღმერთი არ იცავს ამ ქალაქს. ამიტომაც საქმის დაწყების წინ რომ ამ სალმოს საიკითხავ, გეცოდინება რომ თუ ეს საქმე ღვთისგანაა ნამდვილად გაკეთდება და თუ არ არის ღვთისგან არ გაკეთდება. ამიტომაც ნებისმიერ სიტუაციაში, მადლიერებაში, სათხოვაში, სადიდებელში, უბრალოდ რაღაცა ლოცვის განწყობა გაქვს, გადაშალებს სალმონი და წაიგეთ. ამაზე ძლიერი ლოცვა არ არსებობს. ამიტომაც შეკითხვა რომ გაგიჩნდებათ რომ ვაიმე რაღაცა ხდება ჩემს თავს. სიხარულეა ეს, გასაცდელია თუ დაცემა, წამოდგომა მნიშვნელობა არ აქვს. სალმონები ხელში, ვეგებები ჩვენაია თითოეულ მოვლენას, რომელიც მე ჩამოგვიყვება. მაგრამ ეხლა გადავშალოთ პირველი ფსალმოდან დავიწყოთ. და მე შევეცდები ნელ-ნელა წაგიკითხოთ, რომ თქვენთვის გასაგები იყოს. ნეტარ არის კაცი, რომელი არ ამევიდა ზრახვასა უხთოთასა, გზასა ცოდვათასა არ ადაგდა და დასაჯდომასა უჯულოთასა არ ადაჯდა. ნახეთ, სამი რამ არის ჩამოთვლილი. ნეტარია ის კაცი, კაცში უნდა იგულისხმოთ მარტო კაცი სქესის მიხედვით კი არა, კაცში იგულისხმება ადამიანი, იმიტომ რომ კაცისგან არის ქალიც. მოგეხსენებათ, ღმერთმა ასე შექმნა. ჯერ მამაკაცი და მამაკაცისაგან ქალი. ქალი ასე ცალკე კბილება არ არის. ამიტომ მათი არსება შეიძლება ადამიანური არსება ესე ვთქვათ ერთია. ამიტომაც როდესაც ფსალმონი გველაპარაკება კაცზე, არ გეგონოთ რომ იქ არ გულისხმობს ქალს. აუცილებლად გულისხმობს. ანუ ამ შემთხვევაში ადამიანი ნეტარია ესეთი ადამიანი, რომელიც არ მევიდა ზრახვასა უხდოდასა. რას ნიშნავს ზრახვა უხდოდა? რომ შენ რაღაცა იმ საზოგადოებაში, იმ მსჯელობაში მონაწილეობას არ მიიღე, სადაც უხდოებაზე ლაპარაკი, ანუ უღმრთო ლაპარაკი. ხვდებით რაზე არის ლაპარაკი? ხო შესაძლებელი ხარ რაღაც ესეთ ლაზღანდარობას უკაცრავად, სადაც ღმერთის ადგილი არ არის. ამიტომ ადამიანი, რომელიც არ ღებულობს ამაში მონაწილეობას, ისეთი ადამიანი არის ნეტარი. მეორე პირობა ნახეთ არის გზასა ცოდვათასა არ ადაგდა. ანუ, როდესაც იცი, რომ ეს გზა მიდის მიემართება აქეთ, ამ უხთოთა ლაპარაკისაკენ, ამ ლაზღანდარობისაკენ, ამ უმაქნისობისაკენ, აქეთკენ რომ არ წავა კაცი, ნეტარია ესეთი კაცი. მესამე, საჯდომასა უჯულოთასა არ ადაჯდა. ანუ, იმ საზოგადოებაში არ ჯდება კაცი, არ ისმენს ამ სისულელეებს, რომელიც მისი გონებისთვის საერთოდ არაფერს არ ნიშნავს. რატომ დავიწყითხა მე ამ სალმონის კითხვა, იცით? მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენს ტვინს ძალიან დიდი მეხსიერება აქვს. მას შეუძლია ძალიან ბევრი რამის დამახსოვრება და უნიკალური შესაძლებლობა აქვს ამის. აი მაგალითად, თქვენთვის ნაცნობის სახლის მისამართი რომ დავასახელო ახლა, თქვენ ეს სახლი თვალწინ წარმოგიდგენთ. მას შეუძლია წარმოსახვით ეს ყველაფერი გაჩვენოთ თქვენ. მაგალითად, რომ გითხრათ რაღაცა საზამთრო წარმოგიდგება ხილი, საზამთრო როგორია. და რომ გითხრათ რაღაცა სიტყვაზე ვიძახი, ჩაქუჩი დაინახავთ ამ ჩაქუჩს თქვენ თვალწინ. ხო, ანუ თქვენი ტვინი ამ მეხსიერებიდან მომენტალურად იღებს აი ამ ნივთს, რომელსაც მე ხლა ვასახელებ, ან მისამართს, ან გემოს, ან ფერს, ან ნებისმიერ რამეს და მაშინვე თვალწინ ისახავთ ამას ყოველდღეს. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენს მეხსიერებას ვავსებთ ყველაფერი უბედურებით, გარდა ამ საჭირო რაღაცეების. ამიტომაც, თუ თქვენ ეს ფსალმონი ზეპირად იცოდინებთ, ყოველთვის გაგახსენდებათ ეს სიტყვები. როდესაც აღმოჩნდებით მსგავს საზოგადოებაში, რომ ნეტარ არის კაცი, რომელი არ ამევიდა ზრახვასა უხდოდასა, არ ადაგდა გზასა ცოდვათასა და საჯდომათასა უჯულოთასა არ ადაჯდა. ეს ყველაფერი თქვენ გაგახსენდებათ, როგორც კი მიდიხართ ამ მიმართულებით, როგორც კი აღმოჩნდებით ამ
სიტუაციაში, როგორც კი დაჯდებით მსგავს სიტუაციაში, მაშინვე ყველაფერი გადაგხსენდება და მაშინვე ყველაფერი თქვენს თვალწინ იქნება. ნახოთ მეორე მუხლი რა არის. არამედ სჯულსა უფლისასა ზრახავს იგი დღე და ღამე. ნახეთ რა საინტერესო რამეა. სჯულსა უფლისასა არს ნება იმისი და სჯულსა მისა ზრახავს იგი დღე და ღამე. სჯული უფლისა რა არის? წმინდა წერილი. მოცემულობა ჩვენთვის სჯული საიდან მოგვეცა? წმინდა წერილში მოგვეცა, გამოგვეცა და სულიწმინდის მართ. და სჯულსა უფლისასა არს ნება იმისი. ანუ ჩემი ნება აბსოლუტურად შეერთებული ამ წმინდა წერილის ნებასთან. როგორც მამაო ჩვენოშია, სადაც ვამბობ, იყავ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა ეგრეცა ქვეყანასაზედა. როგორ ფიქრობ, ჩვენ ეს იყვები რა ვთქვათ, მამის ნება ისე არ ასრულდება? რა თქმა უნდა, მამის ნება ისედაც ასრულდება, მაგრამ შენი სიკეთე არაფერში არ იქნება, თუ მამის ნება თავის დავასრულდება. შენი სიკეთე იცი რაშია? მამის ნებასთან თანხმობაში როცა ხარ. როდესაც ამბობ, მამაო ჩვენო, რომ იყავ ნება შენი ვითარცა ცათაში, როგორც ანგელოზებშია შენი ნება, რომ უსიტყვოდ სრულდება, აი ესეთივე იყოს ჩემი ნება შენს ნებასთან შეერთებული, სწორედ ამაზეა ლაპარაკი, რომ არამედ ასეთ ადგილებში კი არ გადის, სადაც თოთა ზრახველობა, არამედ სჯულსა უფლისასა არს ნება იმისი. უფლის სჯულზეა მისი ნება პირდაპირ შეერთებული. და სჯულსა მისა ზრახავს იგი დღე და ღამე. იცით რას ნიშნავს ზრახავს დღე და ღამე? რაც გითხარით, რომ თქვენი მეხსიერება თუ ამით არის შევსებული, თქვენს მეხსიერებაში ყოველთვის ეს ამოტვიფრდება, რა საზოგადოებაშიც არ უნდა აღმოჩნდეთ და რა სიტუაციაშიც არ უნდა აღმოჩნდეთ. ნახეთ ახლა მესამე მუხლი, ალეგორიული მუხლია, რასთან არის შედარებული ესეთი კაცი. დაიყოს იგი ვითარცა ხე, განერგული თანაწარსადინელსა წყალთასა, რომელმან გამოსცის ნაყოფი მისი ჟამსა თვისა და ფურცელი მისნი არა დასცვენეს. რას ნიშნავს ეს სიტყვა, იცით? ალეგორია, წარმოიდგინეთ ხე, რომელიც დინარის ნაკადულთან არის ახლოს, რომელსაც მუდმივად წყავს ეს დინარის ნაკადული, მის თავის დროზე გამოიჭერს ნაყოფს და მისი ფოთლები არასოდეს არ შემოცვიდება. ხომ მართალია ეს ხო? რაღაცა ამას არ ჭირდება დიდი რაღაცა ფიზიკის ცოდნა და ქიმიის ცოდნა, რომ ნამდვილად ესეა, ხე რომელიც ირწყვება, არ ხმება ბატონო ისე და მუდმივად საზრდოობს ამ ნაკადულზე. აი ამ სჯულით, როდესაც საზრდოობს ადამიანი, რა ჩვენ მეორე მუხლში ვთქვით, როდესაც სჯულს ეთანხმება მისი სული და დღე და ღამე ამ სჯულზე ფიქრობს და ზრუნავს ადამიანი, ის გავს სწორედ ამ ხეს, რომელიც ამ ნაკადულთან არის, ამ ნაკადულიდან იკვებება და ირწყვება ამ ნაკადულიდან და მისი ფოთლები მარადმწვანეა. ანუ მადლით შემოსილია. ეს ნაკადული ღმერთი გახლავთ, ჩემო ძვირფასებო. გახსოვთ მაცხოვარი სამარიტელთან საუბარში ამბობს, რომ მე ვარო ის წყალიო, მე შემილია მოგცე ის წყალი, რომლის დალევის შემდგომაც არასდროს არ მოგწმუნდებაო. ეს შედარება შემთხვევითი კი არ არის, რომ ეს ის ნაკადულია, რომლის დალევის შემდგომაც ეს ჩვეულებრივი წყალი, რომელიც ჩვენ მოგდისა გოდალებ, 5 წუთში შეიძლება კიდე მოგწმუნდეს 10 წუთში რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეს არის ის ნაკადული საფრთხო სჯულით, რომელიც ირწყვება შენ სულში, რომელიც აღარასოდეს აღარ მოგაწყურებს, იმიტომ რომ მუდმივად მოედინება ეს ნაკადული, შეუჩერებელი უწყვეტი ნაკადულია და არ გახმება არავითარ შემთხვევაში შენში სიცოცხლის ხე, რომელიც ამ ნაკადულით საზრდოობს. არაესრე გულთონი. ეხლა იცვლება. სალმონის კითხვის წესი იცით როგორ იყო? აუცილებლად ორი გუნდი იქონდა, ესეც უნდა აღენიშნოს. ორი გუნდი ხავდა, კი არ ქონდა. სალმონის კითხვას ერთი მარჯვნივ იდგა, მეორე მარცხნივ და ამ გუნდებიდან ხან ერთი ანტიფონური გალობა იყო. თქვათ მარჯვენა გუნდი გალობდა, გაჩერდებოდა მარცხენა გუნდი დაიწყებდა და აუცილებლად სხვადასხვა ხმაზე იყო. რატომ იცით? როდესაც ლაპარაკია მაგალითად რომ ნეტარ არის კაცი, რომელიც რაღაცა და ანუ ისეთ ადამიანზე, რომელიც სიწმინდისკენ მიდის, ერთი გუნდი გალობდა. როგორც კი ცოდულებზე ალაპარაკდება ღმერთი, მაშინვე მეორე გუნდი იწყებდა აბსოლუტურად სხვა ხმაზე გალობას, რომ ამაშიც კი სხვაობა ყოფილიყო. ეს ძველი აღთქმის ეკლესიის ტრადიციას მოგახსენებთ. ახლა რომელიც ძალიან საინტერესოა და ახლა შორს წაგვიყვანს უბრალოდ, თორემ მართლა ბევრია საფრთხე ამის შესახებ. ამიტომაც აი მეორე მუხლში ანტიფონურად შეიცვლებოდა და არწმუნებული ვარ, რომ სხვა გუნდი მეორე გუნდი დაიწყებდა გალობას და ამბობს ესე. არაესრე გულთონი, არაესრე. ანუ ასე არ არიან მუხლთოები. ასე არ გამეორება რაღაცა
ხარისხისა ნიშნავს იმისა, რომ ღმერთი ამას ადასტურებს, რომ ნამდვილად ეს ასეა. არა ესე დოქტორი, არა ესე. არამედ ვიღაცა მტვერი, რომელიც აგავის ქარვანპირისაგან ქვეყანას. უღვთო ხალხზე არის ესეთი ალეგორია. თუ მორწმუნე ადამიანზე არის ალეგორიული ხე შედარებული, რომელიც ირწყვება ნაკადულით, უღმრთო ხალხი შედარებულია მტვერთან, რომელიც მიწისპირისაგან აღბის ქარი. აი ხო გინახავთ ქარი რომ დაუბერავს და მტვერი რომ ერთი ადგილიდან მეორეში გადაიტანს და ეს მტვერი რას იწვევს შენში? ზიზღს, მეც არაფერს აი ხარ შემომაყალოს საშინელებაა, ცუდია. მართლა საშინელება, უვარგისი, რამეში გამოსადეგი შეიძლება იყოს მტვერი? ვინმე რამეში გამოიხენოს მტვერი, რომელსაც ქარი ერთი ადგილიდან მეორეში გადაიტანს, შეიძლება თქვას რომ რამეში გამომადგება ეს? არა, არასოდეს არაფერში არ გამოგადგება ეს. აი ესეთი შედარება არის უღმრთო საზოგადოებასთან მოტანილი. ამისთვის არა აღდგენ უღმრთული საჯელს, არცაც ცოდვილის რახვასა მართალთასა. ანუ მათი აღდგომა არ იქნება მართლის რახვის აღდგომა. მათი აღდგომა ორი მნიშვნელობით არის. ერთი ის რომ კაცი აღდგება და რაღაცა საქმის გასაკეთებადსა, ანუ თითოეული მათი ეს აღდგომა და საქმის თითქოს კეთება არ არის ის, როგორც მართალი ადამიანი ფიქრობს და აზროვნებს. და მეორე, მათი აღდგომა და გასაწყლება არ იქნება სიკეთეში, არამედ იქნება მუდმივი სათანჯველისთვის და ბოლომუხლი აღარ დაკლით. რამე თუ უწყის უფალმან გზაი მართალთაი და გზაი უხდოთაი წარწყდეს. ეს არის პირველი ფსალმუნი, რომელიც შედგება 6 მუხლისგან, რომლის შესახებაც ჩვენ ახლა ვილაპარაკეთ. თქვენ თუ ამას აი ესე წაიკითხავთ, როგორც მე გიკითხავთ, იმიტომ რომ მე ადამიანმა მითხრა, რომ აი ფსალმუნს კითხულობ და ვერ გებულობ. ვეცდაი როგორ კითხულობ, მაინტერესებს წამიკითხოთ, ესე წაიკითხა. ნეტარას კაცი რომელი არ ამინდა ზრახას და უხუთასა გასულსა მეც ვერ გავიგე მეთხარას კითხულობ. მაგრამ თუ კი შენ ამას ასე წაიკითხავ, რომ დააგვერდები თითოეულ სიტყვას, იცოდეთ რომ ყოველთვის სადაც დაინახავთ ხე, რომელსაც ლამაზი ფოთლები ასხია, ეს ფსალმუნი გაგახსენდებათ, რომელიც შედარებულია მართალ კაცთან. სადაც დაინახავთ რომ მიწის მტვერს ქარი შემოგაყრის, აუცილებლად გაგახსენდება ის უხმრთოება, რომელიც უვარგისია და საშინელია და საზეზღარია ნებისმიერი თვალისთვის. სადაც დაინახავთ რომ საზოგადოება მხოლოდ ლაზღანდარობითაა დაკავებული და ერთმანეთის გაკითხვით და ღმერთის ადგილი არ აქვს იქ, აუცილებლად გაგახსენდება რომ ნეტარია ისეთი კაცი, ვინც ამაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამიტომაც თუ კი ეს გაქვს გონებაში, თუ კი ეს აქვს შენს მეხსიერებას, ასე იწყებს ცხოვრებას. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ფსალმუნთა ცოდნა, ფსალმუნთა დაზეპირება, იმიტომ კი არა რომ გამოგიყვანათ და ლექსივით გათქმევინებ ამას. არამედ იმიტომ რომ შენ ცხოვრებაში, სადაც ახლა ავტობუსში, ტაქსში, მეტროში, სამსახურში, სადილად თუ ბუნებაში ყველგან ღმერთი შეგახსენებს აი ამ ფსალმუნის მიხედვით, როგორი უნდა იყოს შენი ცხოვრება. ამინ. ამინ. გალოცული და გახარებული